ლიგასაი მე-17 ტური ოქროს ქულა გონიუდან ჩვენი სტუმარია გუნდის თავმჯდომარე თეიმურაზ ბარამიძე გილოცავთ ამ ძვირფას ქულას ბატონო თეიმურ ორი სიტყვით გითხარი დღევანდელ თამაშზე თქვენი ტაქტიკა რაც დაგეგმეთ რა მოლოდინი გქონდათ და რა მიიღეთ რეალურად ვიცოდით დასირთულის თამაში იქნებოდა ძალიან კარგი გუნდია გონიო კარგი მწვრთნელით ძალიან გამოცდილი და კვალიფიცირებული წველი ყავს და ძალიან გულშემატკივრობ მას. რაც შეეხება ჩვენ თამაშს, ძირითადად გქონდა აქცენტი აგებული ამ თამაშს მეორე ნომრად ვეთამაშე და რეალურად ესე წარიმართა. თანაბარი ბრძოლა იყო, მინდა ჩემი ბიჭების სასახელო თქვა, რომ ნამდვილად გული და სული ჩადეს. მთელი 90 წუთი და ვფიქრობ, რომ დამსახურებული ფრე იყო. ვეც ვფიქრობ, რომ დამსახურება უდიდეს ფიზიკურ მონაცემებს მოითხოვდა ეს ყველაფერი და რაცაც გაუძლეს ბიჭებმა, გასაკვირი იყო ახალშეკრებილი გუნდი, რომ 90 წუთი ამ დონეზე და ამ კონდიციებში ითამაშეს. კიდევ ვიმეორებ რა, მათ სასახელოდ ვამბობ, რომ ნამდვილად თავის თავს გადააბიჯეს, გადაახტნენ და რეალურად 90 წუთი თანაბრად ებრძოლეს მოწინააღმდეგეს და ბოლოს არ ჩანდა ის რომ ჩვენ უფრო დაღილები ვიყავით თუ ის ესე არ იყო გამოკვეთილი და ამისთვის მადლობა ბიჭებს. ხომაგი ჩამოვიდა დიდი რაოდენობით ხაშურიდან ორი სიტყვით მას ეს გითხარი. ძალიან დიდი მადლობა ჩემი სახელით, რა თქმა უნდა მთელი გუნდის და ბიჭების სახელით ძალიან დასაფასებელია სასიხარულოა გვერდში დგომა მათი და ნამდვილად ერთგვარად მათი დამსახურებაა დიწვრილად ის რომ ბიჭებმა თუნდაც აი ესეთი ორთაბრძოლა გადაიტანეს და შეძლეს ქულის აღება. თხოვ მაყურებელს გვერდში დაგვიდგნენ შემდეგი თამაში დინამოსთან გვაქვს და გავავსოთ სტადიონი უქომადოთ ივერიას და ერთად მივახციოთ დასახულ მიზანს. 20 აგვისტოს ივერია არენას 19 საათზე დინამო 2 წარმატებებს გისურვებთ და იმედია პირველი საშინაო მატჩის გამარჯვებას ნახავთ უკვე. ერთმანეთს მივიდეთ 20-მდე და დანარჩენს გვიჩვენებს. წარმატებები, მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობთ. ნიშნულოვანი და ოქროს ქულა იყოს, შეიძლება ითქვას, ავთო გილოცავთ ამ წარმატებას და ყველამ ნახა დღეს თქვენი საოცარი თამაში და ორი სიტყვით შეგვიფასეთ დღევანდელი თამაში. ნამდვილად კარგი თამაში იყო, მინდა მადლობა გადაუხადო ბიჭებს ბოლომდე ბრძოლისთვის, ბოლომდე დავიხარჯეთ თითოეული ჩვენთაგანი სამსუნმო შტაბს, მადლობა გადაუხადო მინდა. რთული თამაში იყო ნამდვილად, მაგრამ ღირსეული ვფიქრობ, ქულა წამოვიღეთ და ბრძოლის უნარიანი გუნდი ვართ, ერთსულოვნება იგრძნობა ჩვენს გუნდში, ახალი შექმნილი გუნდია ახლა ეს მაინც და კიდევ უფრო შევთამაშდებით და ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ისე როგორც უნდა იყოს. ყველაზე გასაოცარი ეგ იყო, რომ ეს ახალი შექმნილი გუნდი ასე იბრძოდა 90 წუთის განმავლობაში და გონიო ამ ლიგის ერთ-ერთი ლიდერია და ყველაფერი ჩადეს ბიჭებო. 11 მეტრიანზე მინდა გითხო თქვენი აზრი. ჯერ დავიწყოთ იქიდან, ყველაზე ახლოს თქვენი ყავით იმ მომენტთან იყო 11 მეტრიანი? არ იყო ეგ 11 მეტრიანი დასადები ჩემი აზრით. მთელი თამაშის განმავლობაში ალბათ ნახავდით, რომ საჯი ისე ვერ მსაჯობდა როგორც საჭიროა. რა ვიცი, ჩემი აზრია და ალბათ ბევრი ნახავდა ამას და ბევრი გეთანხმება. და მეთანხმება ნამდვილად ბევრი, მაგრამ ფეხბურთია რას ვიზავთ და მადლობა ბიჭებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მაინც ასეთ ბრძოლაში შევძლებთ და ქულა წამოვიღეთ. ძალიან მნიშვნელოვანი და 11 მეტრიანის აღებამდე რაღაც მომენტში მეგონა რომ მოიგერიათ 11 მეტრიანი, უბრალოდ ძალიან მახვილი კუთხე. შეიძლებოდა ყველაფერი, მაგრამ მაინც კარგია რომ 20 აგვისტოს დინამო 2 გვეწევა ივერია არენაზე და გულშემატკივარზეც მინდა ვითხრა ჩამოსულები იყვნენ დღეს ბევრი დიდი რაოდენობით და გულხუვარად გულშემატკივრობდნენ. გასვლით თამაშებზეც ჩამოსულები იყვნენ ნამდვილად, მინდა მათაც მადლობა გადაუხადო ასეთი გულშემატკივრობისთვის, ხოლო რაც შეეხება სახლის თამაშებს, ნამდვილად ძალიან მაგარი ატმოსფეროა საფეხბურთო ხაშურში და ვფიქრობ, რომ ეს გუნდი ლიგასამს არ იმსახურებს და ჩემი აზრით უმაღლეს ლიგაში სამამად ვიტყვი, რომ ასეთი ატმოსფეროა, სადაც არის უმაღლეს ლიგაშიც უნდა იყოს ასეთი გუნდი ჩემი აზრით და იმედია რომ ეს მიზანი შესრულდება და შემდეგ დარჩენა მიზანი რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს ვფიქრობ ივერია, რადგან აი ეს გულშემატკივარი, რომელიც ხაშურში ყავს, ნამდვილად იმსახურებს დიდ ფეხბურთს. ძალიან დიდი მადლობა ავთო თქვენი დროისთვის და შევხვდებით 20 აგვისტოს წარმატებებს გისურვებთ. მადლობა დიდი.